დაახლოებით ერთი საუკუნის წინ 1912 წელს რუდოლფ ქრისტიან კარლ დიზელმა, გენიალურმა გერმანულმა გაუმგონებელმა და ინჟინერმა, სხვაშორის ბევრმა არ იცის, რომ დიზელის ძრავა სწორედ მის საპატივცემლოდ ქვია დიზელის ძრავა, ხოლო საწვავს დიზელი სწორედ რუდოლფ დიზელის საპატივცემლოდ დაერქვა. და იმ კაცმა ერთი საუკუნის წინ თქვა, რომ მცენარეული ზეთი, რომელიც დღეს შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი არ იყოს, როგორც ნავთობია, უეჭველად გახდება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც დღეს ნავთობია. ბიოდიზელი ეს გახლავთ მცენარეული ზეთისაგან ან ნებისმიერი სხვა ორგანული ლიპიდებისაგან მიღებული საწვავი, ბიოქიმიური რეაქციის მეშვეობით, რომელსაც ეთერიფიკაციის პროცესი ქვია, მიიღება პოლიმერული მოლეკულები, რომელთაც ისეთივე თვისებები აქვს, როგორც ნავთობ დიზელს. მე ახლა ხელში მიჭერავს ბიოდიზელის სავსე კოლბა. ეს გახლავთ ბიოდიზელი. ცოტა ხნის წინ ეს სითხე იყო ზეთი, ჩვეულებრივი მცენარეული ზეთი. თქვენ შეგიძლიათ ეს საწვავი ჩაასხავთ თქვენს მანქანაში, თუ კი რასაკვირველია დიზელის ძრავა აქვს და მანქანა ყოველგვარი ძრავის მოდიფიკაციის ან ყოველგვარი როგორ გითხრათ, გარე ჩარების გარშე შესანიშნავად ივლის, შესანიშნავად იმუშავებს ამ ბიოდიზელზე. სწორედ ამის გააზრება იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ ბიოდიზელის დაწყება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენ დავნერგეთ ინოვაციური მეთოდები ბიოლიპიდებისაგან ალტერნატიული საწვავის მისაღებად. შევქმნით რეალურად პროდუქტი, ეს ბიოდიზელი. ეს ბიოდიზელი გამოვცადეთ ჩვენ უკვე ჩვენსავე ხოთშორის უნივერსიტეტისავე მანქანაზე, რომელიც შესანიშნავად იმუშავება და მშვენივრეთი არა. ჩვენ კიდევ უფრო შორს წავედით, ბიოდიზელს ცხადია ისევე როგორც ყველა პროდუქტს ჭირდება ნედლეული, ხოლო ბიოდიზელის ყველაზე კარგი ნედლეული ეს არის მცენარე კანოლა, იგივე რაფსი, ლათინურად ბრასიკა ნაპუს, ამ მცენარის ზეთი და დედოფლის წყაროს რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში საცდელი ნათესებიც გავაშენეთ.